რიგით მესამე ვარსკვლავთშორისი კომეტა 3i წილადი ატლასი, რომელიც მზის სისტემაში სხვა ვარსკვლავური სისტემიდან 2025 წელს შემოვიდა. უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო საზოგადოებაში გარუკვებლობას იწვევს. მეცნიერული კვლევების პარალელურად არაერთი კონსპირაცია გავრცელდა, რომლის თანახმად ეს კომეტა არა ბუნებრივი ობიექტი, არამედ უცხო პლანეტური ცივილიზაციის ტექნოლოგიური ქმნილებაა. ამის მიზეზად რამდენიმე მეცნიერი ამ ობიექტის მიერ გამოვლენილ უცნაურ ნიშნებს ასახელებდა. ბურუსიანი გარსი, იგივე კომა, პერიოდულად სწრაფად ცვალებადი ნათელი კუდი, ნახშირბადისა და წყალბადის უცნაური დანაფარდობა, რკინისა და ნიკელის ჩვენთვის ნაცნობი კომეტებისგან განსხვავებით არასტანდარტული რაოდენობა, ნაადრევად დაშლა, იგივე ფრაგმენტაცია, სიჩქარის მოულოდნელი აჩქარებები და ასე შემდეგ. სწორედ ეს ჩამონათვალი აფიქრებდა ცალკეულ მეცნიერებს, რომ შესაძლოა რაღაც ისე არ არის. თუმცა კოსმოსში გაშვებული მრავალი ინსტრუმენტით დაკვირვებისას ამ ობიექტის არაბუნებრივი წარმოშობის ჰიპოთეზა მალევე გამოირიცხა. დადასტურდა, რომ ის ნამდვილად კომეტაა. უბრალოდ სხვა ვარსკვლავური სამყაროდან მოდის და განსხვავებული ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა აქვს. 19 ნოემბერს კი ამერიკის კოსმოსური სააგენტოს NASA-ს მეცნიერებმა მსოფლიო საზოგადოებისათვის პირდაპირ ეთერში ღია დისკუსია გამართეს, სადაც ყველა ის ახალი ფოტო წარმოადგინეს, რაც კოსმოსურმა აპარატებმა კომეტა 3i ატლასს გადაუღეს. რა არის კომეტა? ეს მცირე ბუნებრივი მყარი სხეულია, რომელიც შედგება ქვის და ყინულისგან. როდესაც ის მზეს უახლოვდება და თბება, ყინული ორთქლდება. თავიდანვე მინდა გავაქარწყლო ჭორები და პირდაპირ ვთქვა, ეს ობიექტი კომეტაა. ის გამოიყურება როგორც კომეტა და იქცევა ისე როგორც კომეტა. ყველა მტკიცებულება ამას ადასტურებს. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ეს სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოდის. ამიტომაც არის ამბავი ასეთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და უნიკალური. კაცობრიობამ ასეთი ტიპის მხოლოდ 3 ვარსკვლავთშორისი ობიექტი იპოვა. მათ შორის ესეც. წარმოგიდგენთ ფოტოს, რომელზეც ხედავთ HiRISE ინსტრუმენტის მიერ 2 ოქტომბერს გადაღებულ სურათს. კომეტა დაახლოებით 19 მილიონი მილის მანძილიდან ჩანს. თეთრი ფუმფულა ბურთივით. ეს ბურთი არის კომა, მტვრისა და ყინულის ღრუბელი. 30 ოქტომბერს კომეტა მიაღწია მზესთან ყველაზე ახლო წერტილს პერიჰელიონს, მარსის ორბიტის მიმდებარედ, რის გამოც დედამიწიდან დაკვირვება გაჭირდა. სწორედ ამისთვის ვიყენებთ კოსმოსში გაშვებულ მრავალ აპარატს, მაგალითად ტესი, სვიფტი, სფერექსი, პარკერს სოლაპრობი და სხვა. სწორედ ამ აპარატებმა აწარმოეს დაკვირვებები ამ კომეტაზე. ამ კომეტის ივლისში აღმოჩენიდან მალევე ჰაბლმა გადაიღო 3i ატლასი. იმ დროს კომეტა დედამიწიდან დაახლოებით 277 მილიონი მილის დაშორებით იყო. ჰაბლის სურათებმა რამდენიმე რამ გვაჩვენა. ცრემლის ფორმის კომა, მტვრის ღრუბელი, რომელიც ყინულოვანი ბირთვიდან ამოდიოდა. ჰაბლმა ასევე აჩვენა, რომ კომეტა მტვერს კარგავდა, სწორედ იმ ტემპით, როგორც მზისკენ მიმავალი სხვა ჩვენთვის ცნობილი კომეტები აკეთებენ ამას. ჰაბლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი იყო კომეტის ორბიტის გაუმჯობესებული განსაზღვრა. არა მხოლოდ სად იყო, არამედ სად მიდიოდა, რათა სხვა ტელესკოპებსაც სწორად ეწარმოებინათ დაკვირვება. მათ შორის იყო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. ჯეიმს ვების ტელესკოპმა და სფერექსმა კომეტის კომაში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის არსებობა აღმოაჩინეს, ასევე წყლის ყინულის კვალი. ამ სპექტრალური მოლეკულური ანაბეჭდებით ახლა ვიცით, რომ ბირთვი მდიდარია ნახშირორჟანგით და შეიცავს წყლის ყინულსაც. პირველი გამოსახულებები ფსიქეს მისიისგან მივიღეთ 8-9 სექტემბერს. კომეტა მაშინ ხომალდიდან 33 მილიონი მილის დაშორებით იყო. ეკრანზე ნაჩვენებია კადრების კრებული, ხოლო ქვედა მარცხენა კუთხეში ყველა სურათის ერთობლივი დამუშავებული გამოსახულება. შემდეგ კვირაში ლუსი მისიამ, რომელიც იუპიტერის ასტეროიდებზე მიემგზავრება, საპირისპირო მიმართულებიდან შეხედა კომეტას. 16 სექტემბერს გადაღებულ შავ-თეთრ კადრში ჩანს მისი კომა, ფუმფულა მტვრისა და აირის ღრუბელი და ასევე მისი კუდი, რომელიც მზისგან მოშორებით არის მიმართული, როგორც ჩვეულებრივ ხდება. ახლა გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე, რომელიც მეივენის კოსმოსურმა ხომალდმა მარსიდან გადაიღო ოქტომბრის დასაწყისში. 3i ატლასმა მარსს 20 მილიონი მილის მანძილზე ჩაუარა, რაც მარსის ორბიტაზე მყოფ ჩვენს აპარატებს საშუალებას აძლევდა ახლო ხედით დაკვირვებოდნენ. ეს სურათი ჩვეულებრივი ფოტო არ არის, ეს სპექტრია. აქ ჩანს სამეცნიერო რხევები. მარჯვენა ზოლში ჩანს მარსის ატმოსფეროდან მომავალი წყალბადის გამონათება. შუაში შედარებით სუსტი ზოლი, ინტერპლანეტარული სივრცის წყალბადია. მარცხნივ კი პატარა, ნათელი ლაქა, 3i ატლასის მიერ გამოშვებული წყალბადის კვალია. ეს სწორედ კომეტიდან გამოშვებული წყალბადია. 15-16 ოქტომბერს ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს ერთობლივმა SOHO მისიამ წარმატებით გადაიღო 3i ატლასი. მას შემდეგ, რაც კომეტამ მარსს ჩაუარა. SOHO-მ კომეტა თავისი ხედვის ველში დაიჭირა დაახლოებით 222 მილიონი მილის მანძილიდან, ანუ მზესა და დედამიწის დაშორებაზე 2-ჯერ მეტი მანძილიდან.
ამავე პრესკონფერენციაზე მეცნიერებმა თქვეს, რომ კვლავაც ორი გზა იმ ეტაპამდე, როცა ყველა ეს სურათი სრულად დამუშავდება, დაკალიბრირდება და მეცნიერულ ინფორმაციად იქცევა. საბოლოო შედეგები გამოქვეყნება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება. ახლა მეცნიერული დაკვირვებების ადრეული ფაზა მიმდინარეობს. სრული სურათი ამ კოსმოსური ობიექტის შესახებ მაშინ გვექნება, როდესაც ყველა მონაცემის დეტალური შესწავლა მოხდება. რასაც გადაჭრით ამბობენ მეცნიერები ისაა, რომ ეს კომეტაა და არა უცხოპლანეტური ხომალდი.